მე ვარ ეთერ თურაძე და ერთი ამბით დავიწყებთ. ასლან აბაშიძის მთავრობის პირობებში ამ დარბაზში, ცოტა მაშინ სხვაგვარი დარბაზი იყო, მივეცი ჩვენება ბათუმის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ეს პოლიციის უფროსი არბევდა მაშინ აქციას და არავინ არ მისცა ჩვენება, ჩემს გარდა მე მივეცი ჩვენება და ის დააკავეს ერთი წამით. დიახ, აღქმული მაქვს. კავშირშია, კავშირში. დეთილე. დიახ. მე არ ნერვიულობ. არ ნერვიულობ. და გავაგრძელებ. მოკლედ, მე იყო კონსტიტუციური საფუძვლების დეპარტამენტის კაცი, დიდი თანამდებობის პირი და მის წინააღმდეგ მივეცი ჩვენება, ეს სააკაშვილის მთავრობის პირობებში იყო და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მივცემ ჩვენებას, ოდესმე დგებუაძის გულისხმობ და ბესელიას. ამის თქმა მინდოდა, მეტი არაფერი. დიახ, მე ვარ ეთერ თურაძე, 24 წლის წინ მე და მზია მაღლობელმა ერთად დავაფუძნეთ შეპესი გაზეთი ბათუმელები. მე ვიყავი სარედაქციო ნაწილის ხელმძღვანელი და ჩვენ შევქმნით ესეთი გამოცემა, როგორც სავარაუდოდ თქვენც უნდა იცოდეთ, პროკურორებმა იციან, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ეხლა თქვათ მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი არის ჩემი მეგობარი და ის ამ გაზეთში ძალიან დიდ ფუნქციას ასრულებდა, მისი ფუნქციები და მოვალეობები იყო განუსაზღვრელი და გაზეთი, რომელიც შექმნა მან, არის მისი დამსახურება, რაც არის ეხლა, არის მისი დამსახურება. ჩვენ ვართ მედია, რომელიც წლების განმავლობაში აკრიტიკებდა მთავრობას, იყო მთავრობის მეთვალყურე, განსაკუთრებით პოლიციური სისტემის მეთვალყურე და მზია ამაღლობელი ახლა საპრობილეში იმყოფება, იმიტომ რომ მან შექმნა ესეთი გამოცემა, როგორიც შექმნა. მზია ამაღლებელმა გარდა იმისა, რომ შექმნა ძალიან ისეთი ეფექტური გამოცემები, ის საქმიანობდა, მისი საქმიანობის არეალი იყო განუსაზღვრელი, შეიძლება ისე ვთქვათ, ეს არის იდეების გენერატორი ადამიანი და წარმოუდგენელი რატომ უნდა იჯდეს ეს ადამიანი ახლა საპრობილეში. მზია არის ადამიანი, რომლის ხელშეწყობითაც განხორციელებული პროექტებით არაერთი ქალის, ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, არაერთი ობოლი და მიუსაფარი ბავშვის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, არაერთი სოფელში მან შეეძლო, რომ შეეტანა თავის ძალისხმევით ათასობით ლარის ღირებულების ლიტერატურა და ბავშვები, რომლებიც არასათანადო გარემოში და არათანასწორ პირობებში ცხოვრობენ, მათთვის ხელმისაწვდომი გახადა თანამედროვე ლიტერატურა. მზია ამაღლებელი არის ადამიანი, რომელმაც შექმნა სივრცე კრიტიკული აზრის განვითარებისთვის და კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის, როდესაც ეს სივრცეები იყო დეფიციტი ამ ქვეყანაში და ამ სივრცეებში მაშინ დადიოდნენ ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა სისტემაში არიან შესულები და არა მხოლოდ ვთქვათ ამ საჯარო სივრცეში დადიოდნენ ეს ადამიანები, მაღალი თანამდებობის პირები, უმაღლესი თანამდებობის პირებზე ვლაპარაკობ მე ახლა, არამედ ჩვენს ოფისშიც განუწყვეტლივ დადიოდნენ და განუწყვეტლივ მათთვის ძალიან იმ საფარველის ქვეშ რო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მათთვის იყო ღირებულება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ისინი უბრალოდ თავისთვის დროს ელოდნენ. აი ეს ყველაფერი აწლეულების განმავლობაში შექმნა მზია ამაღლობელმა და თქვენ შეგიძლიათ დაინტერესდეთ იმისთვის, რომ რამდენად კრიმინალია ეს ქალი და ნახოთ ადამიანები ესაუბროთ, დარწმუნებული ვარ ამის პირკეტი, რა შეცვალა მან ამ ადამიანებისთვის. მზია ამაღლობელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ყოველთვის და ახლა მისი მხედველობა არის კრიტიკულად მძიმე, მაგრამ ამ სასამართლოში ითხოვენ მაინც, რომ მზია ამაღლობელი დარჩეს პატიმრობაში, იმიტომ რომ ის არის საფრთხის შემცველი თურმე ვიღაცისთვის და განსაკუთრებით პოლიციისთვის, რომ მან შეიძლება განმეორებით დანაშაული ჩაიდინოს. კი ბატონო, ეს ამ ადამიანს თქვენი გადასაწყვეტია, მოკლედ როგორც გადაწყვეტს, ეს თქვენი პასუხისმგებლობა იქნება აუცილებლად. მზია ამაღლობელი სარედაქციო პოლიტიკაში არ ერეოდა და მზია ამაღლობელი იყო გარანტია იმის, რომ ჩვენ სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ვერ ერეოდა. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, რომ იცოდეთ ჟურნალისტიკაში, როდესაც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ვერ ახერხებენ.